ირანში პროტესტები დაიწყო მას შემდეგ, რაც რეჟიმმა დათანხმდა შეერთებულ შტატებთან სამშვიდობო შეთანხმებაზე წინსვლას. და რაც ქუჩებში გამოჩნდა, ეს არ იყო გამარჯვების სურათი, ეს იყო შიდა განხეთქილების ნიშანი. ამ ორშაბათს 2026 წლის 15 ივნისს ეს თემა დომინირებს საერთაშორისო სიახლეებში, რადგან ირანის მთავრობამ სცადა მოლაპარაკება წარმოეჩინა როგორც დიპლომატიური მანევრი. მაგრამ თავად რეჟიმის ყველაზე რადიკალურმა ფენამ ეს სხვანაირად დაინახა. დონეზე უკან დახევა დონალდ ტრამპის წინაშე ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის დაკარგვა და შიში, რომ პოლიტიკური კაპიტულაცია დროებით შეჩერებად არის შენიღბული. თეირანსა და მაჩადიში ხისტი ხაზის მხარდამჭერები ქუჩაში გამოვიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაქშისა და პარლამენტის თავმჯდომარე მოჰამედ ბაღერ ღალიბაფის წინააღმდეგ. მათ ორივეს ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ისინი გზას უხსნიდნენ დამამცირებელ დათმობას. განხილვადი შეთანხმება ითვალისწინებს ჰორმუზის ხელახლა გახსნას, ნავთობის სანქციების დროებით შემსუბუქებას, გაყინულ აქტივებზე მოლაპარაკებებს და ბირთვულ პროგრამაში ახალ ქმედებებზე შეზღუდვების დაწესებას. მხარეები საბოლოო შეთანხმებას 60 დღეში განიხილავენ. ტრამპისთვის ეს ნაბიჯი თეთრ სახს სასტიკ გამარჯვებას აძლევს. ეს აიძულებს რეჟიმს დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, მიიღოს ზეწოლა და თავის რადიკალებს აუხსნას, რატომ აწარმოებს მოლაპარაკებებს მტერთან, რომელსაც დაპირებული ჰქონდა წინააღმდეგობა. ირანისთვის კრიზისი ქვეყნის შიგნით დარჩა, რაც შეთანხმება მოიტანა. რატომ ჩავარდნენ პანიკაში ხისტი ხაზის წარმომადგენლები? როგორ მიიყვანა ტრამპმა რეჟიმი ამ განხეთქილებამდე? ამას ყველაფერს ახლავე გეტყვი. თუ ასეთი პირდაპირი და გულწრფელი კონტენტი მოგწონს, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ნახავ. ამბოხება დაიწყო იმიტომ, რომ რეჟიმის ყველაზე ხისტმა სექტორებმა არ მიიღეს ოფიციალური გამარჯვების ნარატივი. მათ გადახედეს შეთანხმების მონახაზ და დაინახეს ბერკეტების დაკარგვა. როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ განხილულ ტექსტში შედის ჰორმუზის სრუტის დაუყოვნებლივ გახსნა სავაჭრო გემებისთვის და ირანის პორტებზე ამერიკული საზღვაო ბლოკადის ეტაპობრივი მოხსნა. ასევე პაკეტში შედის დაპირება, რომ ვაშინგტონი საბოლოო შეთანხმებამდე ახალ სანქციებს არ დააწესებს. გარდა ამისა, შესაძლებელია 25 მილიარდი დოლარის ირანული გაყინული აქტივების გათავისუფლება უფრო ფართო მოლაპარაკების ფარგლებში. ბირთვულ სფეროში ირანი დათანხმდება, რომ არ აწარმოოს და არ შეიძინოს ბირთვული იარაღი. ასევე შეინარჩუნებს პროგრამას ამჟამინდელ მდგომარეობაში გამდიდრების ან ობიექტების გაფართოების გარეშე. სანამ საბოლოო განხილვა არ დაიწყება, რადიკალური ფრთისთვის ეს არ არის გამარჯვება, ეს არის რეჟიმის მიერ შეზღუდვების მიღება. კვირების განმავლობაში აცხადებდნენ, რომ არ დათმობდნენ, მაგრამ პროტესტებმა პირდაპირ აბას არახტისა და მოჰამედ ბაღერ ღალიბაფის წინააღმდეგ მიიმართა. ჯერუსალემ პოსტმა დააფიქსირა დემონსტრაციები თეირანსა და მაშადში, სადაც მომიტინგეები არახტის ეროვნულ სირცხვილად აცხადებდნენ, დებდნენ და ღალიბაფს პასუხს თხოვდნენ იმაზე, რასაც ლიდერის მიერ დაღვრილ სისხლს უწოდებენ. სამიზნეს შემთხვევით არა ურჩევიათ, არახტი და არა ღალიბაფი იყო მოლაპარაკებების დიპლომატიური სახე. ღალიბაფი ირანის პოლიტიკური სტრუქტურის ძლიერი ფიგურაა და მას უკავშირებენ მცდელობას დაიცვას შეთანხმება როგორც შესაძლო გამოსავალი. ტრამპი ამ კრიზისში აშკარა პოლიტიკური უპირატესობით შედის. სამხედრო ეკონომიკურმა და დიპლომატიურმა ზეწოლამ ირანი იმ მაგიდასთან დასვა, სადაც თითოეული დათმობა თავად რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლო მასალად იქცევა. მაშინ როცა დასავლეთის მედიის ნაწილი ცდილობს შეთანხმება ამერიკის ბნელი უკუსulis ნიშნად წარმოაჩინოს, ირანში რეაქცია სხვა ინტერპრეტაციას აჩვენებს. თუ ეს თეირანისთვის სუფთა გამარჯვება იქნებოდა, რეჟიმის მებრძოლები ქუჩაში არ გამოვიდოდნენ და საკუთარ მოლაპარაკეებს ღალატში არ დაადანაშაულებდნენ. შიდა აფეთქება აჩვენებს, რომ შეთანხმება მტკივნეულ წერტილს მიაღწია. მოლაპარაკება მხოლოდ დიპლომატებს შორის საუბარი აღარ არის და ის გადაიქცა ბრძოლად ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის. არახტისა და ღალიბაფის პრობლემა მხოლოდ ქუჩა არ არის, არამედ უნდობლობის ატმოსფეროა, რომელიც შეიქმნა სასულიერო პირებს, სამხედროებსა და პოლიტიკურ ფრაქციებს შორის. მიმდინარე სიახლეები მიუთითებს, რომ რეჟიმს უჭირს საკუთარი მოკავშირეების დარწმუნება, რომ ჯერ კიდევ აკონტროლებს სიტუაციას. უმაღლესი ლიდერის მხრიდან ძლიერი საჯარო ნიშნების ხანგრძლივი არ ყოფნამ გააძლიერა თეორიები, გაურკვევლობა და კულისებში ბრძოლა. დახურულ სისტემებში, როდესაც ლიდერი ძლიერად არ ჩანს, თითოეული ფრთა ცდილობს რეჟიმის გადარჩენის სახელით ისაუბროს. სწორედ აქ იქცევა შეთანხმება დონალდ ტრამპთან სამხედრო და პოლიტიკურ განხეთქილების საწვავად. ერთი ჯგუფი ცდილობს დრო მოიგოს, ამოისუნთქოს და თავიდან აიცილოს უფრო დიდი განადგურება, მეორე ჯგუფი კი ამჯობინებს წინააღმდეგობის რიტორიკის შენარჩუნებას, თუნდაც ეს კიდევ უფრო გააღრმაოს იზოლაცია და დეზგასტე.
თეირანშიც დაფიქსირდა დაპირისპირების და პოლიციის ზეწოლის სცენები რეჟიმთან დაკავშირებულ ჯგუფებზე, როგორც ამას ვიდეოები და ადგილობრივი არხები ავრცელებენ. მთავარი ინფორმაცია ისაა, რომ უსაფრთხოების ძალებს სწორედ იმ სექტორების შეკავება მოუწიათ, რომლებიც ჩვეულებრივ ხელისუფლების საყრდენად ითვლებიან. ეს ცვლის საქმის ტონს. ეს მხოლოდ ხალხის ოპოზიცია არ არის მთავრობისობის წინააღმდეგ. ეხლა კრიზისი თავად რევოლუციურ ბანაკშიც ჩნდება, როდესაც რეჟიმს საკუთარი აქტივისტების კონტროლი უწევს, ერთიანობის იმიჯი ინგრევა. ირანული მედია და რეჟიმთან დაკავშირებული პირები ცდილობდნენ მემორანდუმის სტრატეგიულ პაუზად წარმოეჩინათ. ნარატივი ასეთია: ეს 60 დღე უკეთესი მოლაპარაკებებისთვის, შესაძლებლობების გადახალისებისთვის და დაუყოვნებელი კოლაფსის თავიდან ასაცილებლად უნდა გამოიყენონ. მაგრამ ამ ახსნასაც აქვს რისკი. როცა მთავრობა აღიარებს, რომ ძალების აღსადგენა დრო სჭირდება, ის ადასტურებს, რომ ზეწოლა მიმუშავა. ტრამპმა შექმნა სიტუაცია, სადაც ირანს უწევს არჩევანი გააკეთოს, ან გააგრძელოს დარტყმების მიღება დიპლომატიურ და სამხედრო ასპარეზზე, ან დათანხმდეს დოკუმენტს, რომელსაც მისი რადიკალები კაპიტულაციად მიიჩნევენ. არც ერთი ეს გზა თეირანისთვის კომფორტული არ არის. ისრაელიც ამ განტოლებაში გადამწყვეტი ფიგურაა. როიტერმა დააფიქსირა თეორია, რომ ივნისის დასაწყისში ლიბანიდან ისრაელის ჩრდილოეთზე განხორციელდა თავდასხმები და რაკეტების გადაჭერა მოხდა დაძაბულობის ფონზე ჰეზბოლასთან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ირანთან ნებისმიერი შეთანხმება თეირანის მოკავშირე ჯგუფების ქცევაზეა დამოკიდებული. თუ ჰეზბოლა აგრძელებს ისრაელის პროვოცირებას, ირანის რეჟიმზე ზეწოლა იზრდება. ისრაელისთვის ლოგიკა უფრო მარტივია: თუ იქნება მუქარა, იქნება პასუხიც. და დონალდ ტრამპისთვის ეს ინარჩუნებს ზეწოლას ირანზე, ისე რომ რეჟიმს არ აძლევს იმ სიმშვიდეს, რაც მას სურდა. არაბთა გაერთიანებული საემიროებიც ინფორმაციული დაპირისპირების ცენტრში აღმოჩნდნენ. იყო რეპორტაჟი, რომელიც მიუთითებდა მილიარდობით დოლარის შესაძლო გათავისუფლებაზე, რომელიც ირანულ ფონდებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ემირატების მთავრობამ უარყო, რომ გაუთავისუფლებია, გადაურიცხავს ან გადაადგილებია გაყინული სახსრები თეირანისთვის. შემდეგ 2026 წლის 15 ივნისს როიტერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მოითხოვეს შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის წინასწარი შეთანხმების სრული განხორციელება და მტრულობის დაუყოვნებლივი შეწყვეტა. და ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაცია. ეს საკითხი მნიშვნელოვანია, რადგან არაბთა გაერთიანებული საამიროები რეგიონული არასტაბილურობის შედეგად დაზარალდნენ და მათ სურთ ენერგეტიკისა და ვაჭრობის მარშრუტების უსაფრთხოება. თეირანმა სცადა ფულისა და მუქარის ბერკეტად გამოყენება, მაგრამ საჯარო უარმა დაასუსტა ნარატივი. თითქოს რეჟიმს უკვე ფინანსური გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. კაცრი ხაზის წარმომადგენლების რეაქცია აჩვენებს, რომ შეთანხმებამ ირანის პოლიტიკურ ომს არ მოუღო ბოლო, არამედ მხოლოდ გამოაჩინა შიდა კონფლიქტი. ფეიდედი ფრონტი და ულტრაკონსერვატიული ფიგურები მოლაპარაკებებს საშიშ დათმობად მიიჩნევენ. მთავრობის მოკავშირეები პასუხობენ, რომ კრიტიკოსები ტექსტის ძველ ვერსიებს იყენებენ ან მოლაპარაკების საკითხებს ამახინჯებენ. შედეგად რეჟიმი ერთდროულად რამდენიმე ენაზე ლაპარაკობს. ერთი ფრთა ამბობს, რომ გაიმარჯვა, მეორე ამბობს, რომ ღალატი მოხდა, მესამე კი ცდილობს მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ მოლაპარაკების საგანია. ეს ხმაური ზუსტად იმ ტიპის ბზარია, რომელსაც დონალდ ტრამპი კარგად იყენებს. დაძაბულობა იზრდება, რადგან ირანმა თავისი პროპაგანდა ააგო აბსოლუტური წინააღმდეგობის იდეაზე შეერთებული შტატების მიმართ. ეხლა მთავრობა ჩანს თითქოს ვაშინგტონის პირობებს ემორჩილება, ცდილობს შეინარჩუნოს ეკონომიკური სივრცე და ჰპირდება ბირთვული ქმედებების შეზღუდვას, როცა მომავალს განიხილავს. რადიკალებისთვის ეს დამცირებად ჟღერს. ტრამპისთვის ეს მტკიცებულებაა იმისა, რომ სანქციებმა, სამხედრო ძალამ და მკაცრმა მოლაპარაკებებმა შეიძლება შედეგი გამოიღოს რეჟიმის სანდო პარტნიორად მიჩნევის გარეშე. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდოთ სანდო ინფორმაცია. სიახლეების ბმულები ვიდეოს აღწერაშია. მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ბოლოს გადახედეთ კომენტარებს, რომ უფრო მეტად ჩაერთოთ ჩვენ საზოგადოებაში. მილსონ ალვესი, გეხვევით.